მიზის წინ ღვინიანიძე და თქვენ შემდეგ მას მინდა რომ მოусმინოთ. ისე ხომ არ მოხდება რომ დადებს დასკვნას გამოძიება და აღმოჩნდება რომ 4 დაღუპული მეშახტის ბრალი აღმოჩნდება შემდეგ. მე გარწმუნებთ რომ გამოძიება იქნება ეფექტური და ყველა იმ კითხვას რა კითხვაც გაგვაჩნია კონკრეტულად ჩვენ შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა იმ კითხვას გაეცემა პასუხი და უკვე დაწყებული ამ პასუხებზე უკვე მიღებულია უკვე კითხვებზე პასუხები ასევე გაეცემა პასუხები ტექნიკური ზედამხედველობის მხრიდან და შესაბამისად გამოძიება იქნება სამართლიან შედეგებს გამჭვირვალე შედეგებს დადებს რაც შეეხება სახელმწიფო რას აკეთებს ამ მიმართულებით ნამდვილად აცნობიერებს სახელმწიფო რომ ძალიან მძიმეა და მაღალი საჭიროებაა იმისათვის რომ დერეგულირებული პოლიტიკიდან სადაც ჩამოშლილი ინსტიტუტები რომელიც ზედამხედველობას და შედამხედველობას ემსახურებოდნენ სწორედ ამ უსაფრთხოების მიზნით სამწუხაროდ წლების განმავლობაში არ გააჩნდა ქვეყანას და სწორედ დაიწყო აქედან ახლის შენება და სწორედ ამისთვის არსებული რესურსების პირობებში მხოლოდ პროგრამის ფარგლებში გახდა შესაძლებელი ინსპექტირების ჩატარება, მათ შორის თქვენ ახსენეთ, რომ იყო გასულ წელს გაფიცვის შედეგად, ერთ-ერთი მოთხოვნა გაფიცვის, ერთ-ერთი მოთხოვნა გახლდათ სწორედ შრომის დავის ერთ-ერთი საკითხი იყო შრომის პირობების გაუმჯობესება კომპანიაში, რაზედაც ჩვენი შეთავაზებით, სამინისტრო შეთავაზებით კომპანიაში დაიწყო შესწავლა ორივე შახტში, დაიწყო შესწავლა ამ შრომის პირობების და კონკრეტულად მინდა საზოგადოება შევიდეს, ანუ საზოგადოებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი. ჩვენ არ ვამოწმებთ ტექნიკურ აღჭურვილობას, ჩვენ არ ვამოწმებთ როგორ არის დამაგრებული კონკრეტული. ამ ხალხთან როდესმე სახელმწიფოს უსაუბრია. აი აქ ვინც ხედარ, ვინც ხვალ უნდა შევიდნენ და უნდა ჩავიდნენ იმ შახტში, აუცილებლად. ჩვენ ვამოწმებთ შრომის უსაფრთხოების ნორმებს, რომ რამდენად არის ეს ადამიანები აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რამდენად არის მათი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული. ამისთვის არსებობს კიდეც რეგლამენტი, ეს არის რეგლამენტი ნახშირის შახტის უსაფრთხოების შესახებ, ასევე მძიმე მრეწველობის შესაბამისი საწარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ. ჩვენ ვამოწმებთ მიკროკლიმატს და ამის შედეგად ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს. მადლობა წარმატებები თქვენ ქალბატონო ელზა, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად რეკლამის დრო არის ზუსტად რეკლამაზე უნდა გავიდე ძალიან გადავაცილე დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში მალე რეკლამა გაივლის მეშახტეები დარჩებიან ჩვენთან